პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგები 800-მდე მასწავლებლის საქმის განხილვა დასრულებულია 7 დირექტორმა და 3 მასწავლებელმა სამსახური პოლიტიკური მოტივით დაკარგა. ასეთია გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მიიღო. კომისია კიდევ ათეულობით საჩივრის განხილვას აპირებს. გათავისუფლებული პედაგოგების საქმეები და საქართველოში დაბრუნებული დიმიტრი შაშკინის პასუხი. თათა თორდინავა დეტალებით. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული სტატუსი დღეს 3 პედაგოგს მიენიჭა. სკოლიდან დათხოვნილ 7 დირექტორზე კი სამართლებრივი გადაცდომა გამოვლინდა. ასეთია კომისიის დასკვნა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს სწავლობს. პირველ 7 შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საფუძველი მივმართოთ პროკურატურას და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახორციელებდა ხსენებული პირების დევნას და უკანონოდ სამსახურიდან მოხსნას ვაწარმოოთ შესაბამისი სამართლებრივი დევნა. როდესაც ჩვენ სისტემაში ადამიანებს ათავისუფლებენ პოლიტიკური ნიშნით და როდესაც ჩვენ სისტემაში ადამიანებს ათავისუფლებენ შესაძლებელი არაპოლიტიკური დევნის შედეგად, მაგრამ ათავისუფლებენ უკანონოდ, ეს შენ არანაირად არ გეხება. აბა მაშინ რა ეხებოდა? საქართველოში გუშინ დაბრუნებული განათლების ყოფილი მინისტრი მისი მინისტრობის პერიოდში პედაგოგებსა და დირექტორებზე პოლიტიკური ნიშნით დევნას სიცრუეს უწოდებს. ვინმე თუ მართლა დაიჯერებს, რომ მინისტრს შეუძლია 2200 დირექტორს მისცეს დავალება, რომ ეს გაანთავისუფლე, ეს მიიღე, ის ძალიან ცდები. თქვენ უნდა მოიყვანოთ აქ, რადგან ამბობთ 10, 20, 100, 1000 ადამიანი, რომელიც უნდა დაამტკიცოს, რომ მე გაუშვი ეს ადამიანები სკოლიდან პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე. ესეთი აპრიორში გეტყვით ეხლავე, რომ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ მინისტრი ამას არ წყვეტს. იგივე წარმატებით თქვენ შეგიძლიათ დამაბრალოთ, რომ მე მოვკალი კენედი. სკოლის ყოფილი დირექტორები მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს იხსენებენ. ზეწოლა ხორციელდებოდა იმ დროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილის მხრიდან. უამრავი პოლიტიკური დაკვეთა იყო სკოლაში. პედაგოგების განთავისუფლება, პედაგოგების, მასწავლებლების. კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა 154 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი. გუგა სამხარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული სტატუსის მისანიჭებლად კომისია მას დევნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას თხოვს. მოითხოვა ცნობა იმის დამადასტურებელი, რომ ხარ პოლიტიკური რეპრესირებული. ხა ვის უნდა მივაკითხოთ ამ ცნობის გამო? ნაციონალური მოძრაობის ოფისს მივაკითხოთ, მერაბიშვილს თუ შაშკინს. ეს არის გარკვეულწილად რთულად დასასაბუთებელი, თუმცა ეს სტატუსიც არის ასევე რთულად მოსავალებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისია ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს და ძალიან დეტალურად სწავლობს ყველა შემთხვევას. პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულ პირთა საქმეების შემსწავლელი კომისია 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა. მაშინ 8 არასამთავრობო ორგანიზაციაა შესული. მიღებული 830 მიმართვიდან კომისიის მიერ 630 განცხადების პირველადი განხილვა დასრულებულია.